მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ ბედობის დღესასწაულს და გისურვებთ უამრავ სიკეთეს. ეს გახლავთ პავლო იაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთი, ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ქუჩა. ახლა ესეც სადღესასწაულო დღეების დამსახურებაა, რომ დღეს აქ უჩვეულო სიმშვიდეა. სხვა დღეებში აქაურობა არის დატვირთული და გადატვირთული და აქ მოძრაობა გაუვალია. მანქანით რომ ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში მოხვდეთ აქ, ძალიან გაგიჭირდებათ გავლა. ეს იმ მიზეზით, რომ მოძრაობა აქ არის ანარქიული. აი, ერთი ნიშანი დაარეგულირებდა აქ სიტუაციას და არ შექმნიდა ამდენ დისკომფორტს, რაც ჩვეულებრივ დღეებში ხდება და ამდენ საცობს. აი, უკვე იქამდე მიდის სიტუაცია, რომ აქ ეს ქუჩა უკვე ვეღარ ატარებს ორმხრივად მოძრაობის ნაკადს და არ იძლევა ეს თავისი სივიწროვიდან გამომდინარე, არ იძლევა ეს ქუჩა იმის საშუალებას, რომ ორი საპირისპირო მხრიდან წამოსულმა მანქანამ ერთმანეთს გვერდი აუაროს და ამის გამო აქ წვალდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე საავადმყოფოში მოსული პაციენტების ახლობლები და მათი გულშემატკივრები, იგივე საავადმყოფოს მედპერსონალი, სასწრაფო დახმარება და ძალიან უხერხული სიტუაცია იქნება. და მაშინ, როდესაც გვერდით პარალელურ ქუჩაზე სამხრევია მოძრაობა ამოსვლა არის, აქედან უკვე აკრძალული, აქედანაც შეძლების დაგვარად უნდა აიკრძალოს ჩასვლა და თამარ მეფეზე უნდა მოხდეს მანქანები აი ამ გზით, რომ ეს ადგილი განიტვირთოს ერთმხრივი მოძრაობისთვის და აქ მოძრაობა მხოლოდ უნდა ხდებოდეს თამარ მეფის ქუჩის მხრიდან. შესაბამისად, თუ გოგებაშვილზე თამარ მეფის ქუჩის მხრიდან არის ამოსვლა აკრძალული. და ესეც იმ აუცილებლობით უკვე მიხვდნენ, რომ იქაც იმ დამრეც ქვაფენილზე ვეღარ უვლიდნენ მანქანები გვერდს. უკვე და ამიტომ იძულებული გახდნენ, რომ გაეცამხრებიათ მოძრაობა. ხო და აქაც უნდა გახდეს ცამხრივი მოძრაობა, რომ უფრო შეიძლებოდეს მანქანით გასვლა და აღარ მოხდეს ამდენი წვალება და ამდენი ხალხი არ გაიტანჯოს ცალკე ადგილების ზემნაში და ცალკე მოძრაობაში და გასვლა-გამოსვლაში. მით უმეტეს ისეთი ობიექტია და ისეთი ადგილია აქ, რომ სამუშაო დღეებში არის პირდაპირ ნერვების ზომი. ამიტომ ამ აკრძალვის მაგივრად და ისედაც ვინიცავს ამ აკრძალვას სამუშაო დღეებში, აქედან რომ იწყება გრძელი რიგი გადის ქუჩის ბოლომდე, უნდა დადგეს კირპიჩი. ჩვეულებრივი კირპიჩი, ამკრძალავი ნიშანი და ავტომობილებმა იარონ აი ამ ქუჩით ეს ნაზარიშვილის ქუჩა იყოს დერეფანი აქედან გამოსული მანქანებისთვის, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მიდიან და სამაგიეროდ ამ ქუჩაზე უკვე თამარ მეფიდან იქნება შესაძლებელი მოხვედრა და ყოველგვარი საცობის გარეშე მოვა აქ ხალხი და მოსახლეობასაც გაუმარტივდება ქუჩაზე შემოსვლა. ეს დილიური ის არის დღეებია და აქედან გამომდინარე არის ასეთი სიმშვიდე. იმედია დაალაგდება ეს თემა 2025-ში და იმედია და წესით ეს
როდესმე უნდა გაკეთდეს და უნდა დარეგულირდეს და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომელსაც ძალიან ბევრ უხერხულებამდე ვიყავით.